მართლ პარტიას ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი დაბრკოლებად არ ესახება. უმრავლესობის ლიდერი პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გცეული ინსტრუმენტის ამოქმედების ინიციატორებს მიმართავს. ირაკლი კირცხალიას განცხადება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვისმინეთ. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა გზავნილები იმ უსამართლო მიდგომებს ეხებოდა, რასაც საქართველოსთან მიმართებით ბოლო წლებია ასე ხშირად იყენებენ. პოლიტიკური განცხადებები სოფო ბერიძის სიუჟეტში. ჩამობრძადნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. თბილისი ეუთოს მექანიზმს ევრობიუროკრატიის ხელში პოლიტიკური ოპონენტების დასჯის ინსტრუმენტად განიხილავს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არარსებული პრობლემების ძიების მცდელობა არ აშინებს. ირაკლი კირცხალია ამ მექანიზმის ინიციატორ ქვეყანას შვედეთს მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც სტოკჰოლმის შეშფოთების საგანია, რეალურად საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. ასევე გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში თქვენგან განსხვავებით. ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ობიექტური მოცემულობის უარყოფას მხოლოდ შვედეთისგან არ ვხედავთ. საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი უკვე ტრადიციულ მიდგომად იქცა. თუ ცოტა ხნის წინ თბილისის ევროპელი ლიდერები ჩინეთთან ურთიერთობების განვითარების გამო ერთმანეთის მიყოლებით აკრიტიკებდნენ, ბოლო 2 თვეა პეკინის აეროპორტი ევროპელთა ბორტის მიღებას ვერ აუდის. ორმაგი სტანდარტი თავს იჩენს დიდ ძალებს შორის დაპირისპირების ფონზეც, როცა სხვა ქვეყნების შემთხვევაში ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას პრაგმატიზმი, საქართველოს შემთხვევაში კი ევროპული გზიდან გადახვევა ჰქვია. 4 წელია ჩვენი ქვეყანა უსაფუძვლო მიდგომების ადრესატია. გავიდა 4 წელი და ხო გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულმა პასუხისგებლიანმა პოლიტიკამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ნაკუწებად დაშლას. ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს. ჩვენ თავარია, რომ გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება. და სწორედ ასე შევძლებთ ერთობით სამშვიდობოს გასვლას. რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რომ იყოთ ხარის პოზაში. ჩვენ არ მეგობრობთ არც ერთ სახელმწიფოსთან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მეგობრობთ სახელმწიფოებთან ჩვენი ინტერესების გასატარებლად. ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს ემსახურება საჯარო სფეროდან რადიკალების ძალისხმევით გამქრალი დებატების დაბრუნებაც. ირაკლი კობახიძის ინიციატივამ ოპოზიციის რეალურ სახეს ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოხსნა. იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკრის მოლეკულასავით დედაპარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედია საშუალების შემოთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობის გამოთქმა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობის უკან წაღება ძალიან კარგი მაგალითია. ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. გახარიას გუნდიდან ნინო წილოსანისთვის მწვავე პასუხის დაბრუნება გიორგი შარაშიძემ ჩაიფიქრა, თუმცა საპირისპირო სურათი ვნახეთ. მაშინ როცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყნიდან გაქცეული საკუთარი ლიდერი ქართულ ოცნებაზე გამარჯვებულად გამოაცხადა. ბატონი გიორგი გახარიას ქალბატონი თია წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ. მე მიხვდებით როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენ სავე მოედანზე გიორგი გახარია მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე. სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა როგორც იქნა. მოითხოვა ჩვენგან რომ მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანხლებით. დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. მე არ მაქვს ჩემ თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებით და ასე ვთქვათ არ ვისვრი. ბოლოს იმდენი ვქენით დებატის შედეგი დადგა, რომ გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. ეხლა ბატონ გახარიას რაც შეეხება, წუთში 5ჯერ და 6ჯერო ჩვენებას ცვლიდა. ჩორჩანას თემასთან დაკავშირებით. იქ 10ჯერო აქვს პირდაპირ ეთერში გამეორებული, რომ რეზინის ტყუებზეო ბრძანება მე გავეციო. როგორ არ გწხვენიათ მაგ კომისიაზე ბინძურად პოლიციელებს რო შეაწმინდა ხელი. და თქვენ თუ გონიათ რომ აქ ოპოზიციაში ხართ და ტყუილების უფლებას მოგცემთ, აბსოლუტურად არაფერს არ გაგიტარებთ. შესწავლები თანდათან მატულობს და ხალხის ძალის მეტი სიმართლის აუცილებლობა კვლავ დგება. ეს ასევე დასტურდება პრემიერის შემოთავაზებითაც, რომ
ოპონირებისთვის დებატები აუცილებელია. როგორც ჩანს, მეტი სიმართლის საჭიროება მანაც დაინახა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობდით ნაკლები საჯაროობით გუნდი შიგნით გვესაუბრა, რამაც თანდათან აზრი დაკარგა. პოლიტიკაში ღიაობა ინსტრუმენტია, რასაც ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ. იგი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთ-ევროპის ღია საომარ დაპირისპირებად ჩამოყალიბდება. ევროპისაგან თავად ამერიკის შეერთებული შტატების დისტანციით, ამიტომ ჩვენს დროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ საფრთხეს. გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, მაგრამ პრობლემად რჩება. დღეიდან პოლიტიკურ განცხადებებს პარლამენტში ხშირად მოვისმენთ. საგაზაფხულო სესია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.